საწავი ხო ყველაფერზე ერთად ყველაფერი მაღაზიებში გაძვიდა აი მომატებული აშკარა ეტყობა ყველაფერს ურის და ყველაფერი მომატებული ყველა სფეროშია გავლენა იქონია ძალიან სავალალო უარყოფით იმенно ტრანსპორტი საიდანაც მოდი უცხოედან პროდუქტიათ რაღაცა ეს ენერგომატარებლები იმაზეა დამოკიდებული და მაგადია ყველაფერი მოქმედი როგორც დაატყარა მსექოთრო გაყვება ისია ყველაფერი საწავი რო ძვირდება შულა ყველაფერზე მოქმედებს იმიტომ ის რო გაძვირდება ყველა პროდუქტიც გაძვირდება მით უმეტეს ტრანსპორტიც გაძვირდება ყველაფერი საწავზე კიდია ყველაფერი და რავი არ უნდა გაძვირებულიყო მაგრამ რავი ეკონომიკა კაცო თითქოს მიდის წინა ესე გადმოსცემენ და რავი რა ხდება არ ვიცი მაგრამ სოფლიო თვითონ გატანჯულია ვერ ახდება ომებია ესეა და იქნებ მოგვარდეს რავი რაღაცა იყოს და გადმოგხვდეს უფალმა 40 შეიძლება გაძვირება რა არის ისეთი ეხლა ისეთი ის არის მაგრამ გაიდით ნომერი და აკეთებენ მაგრამ მაშინ იყო აი ბენზინსა რო გაჭირებული იყავე გზაში გაგიჭერდებოდა ხო სადმე აი მომენტში ერთ-ერთ რა ჩამოგისხავდნენ ფას არ იღებდნენ სირცხვილი იყო რა უნდა პატევი ეწოდ ეხლა ვინ მოგცა შენ 1 ლიტრასაც ვერ მოგცა აი ესეთი ის არის გაჭირებული მარტო ხო არ არის რამდენი რამე აიღოს ყველაფერი გაძვირებულია თევზი რო თევზია აი ეს სიონგა ხო იცი ყვითელი თევზი როა ღირდა ხომე დრე ღირდა ხომე 3 მონეტა შუა წელი ღირს ეხლა 65 მონეტი გახდა ლარი 65 ლარი გაგიგონი ესეთი რამე რო იყო ოჯახში თქვა 2 წევრი ან რამე 9 კილოს მარტო მე შევჭამ დანარჩენებს დავაჭამ ვერ ავყიდლობ ესეა გენაცვალე ეს მოიტანა დროებამ ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავ აი ახლა ვნახოთ აბა რა იქნება აპრილის თვეში დაგეგმილია ვითომ რომ უნდა ფასების რეგულირება მოხდეს მაგრამ ეს არ ამგონია მე თორე აი თქვენც დაენახავთ რომ პირიქით თუ არ მოემატა თვითონ ნახონდეთ როგორია ხუთასი ლარითა ცხოვრება როგორია ნახონდეთ და ბაზარში შევიდე და ეხება წამლეზე და სხვა ხო ლაპარაკი შეიძლება მოქმედებს ყველაფერზე მართალია პროდუქტი და თან ყველაფერი